გამარჯობა ჩემო ძვირფასო, მე ხათუნა მასწავლებელი ვარ და გთავაზობ ვიდეოების ახალ სერიას ამბანულა შეცდომების წამალი, რომლის მიზანია ქართულის წერა-კითხვისას დაშვებული შენი შეცდომების გამოსწორება. თუ კითხვისას შეცდომებს უშვებ ისევ ადვილად, დაიხმარი ამბანულა, გაასწორებ მარტივად. დიახ, ამბანულა ამჯერად დაგეხმარება ი და აასოების გარჩევაში. სიტყვა არწივი იწყება აასოთი. ალუბლის დასაწერად 200 დაგჭირდება. აასოს სწორად დასაწერად ან წარმოსადგმელად საჭიროა იცოდე სულ 3 წესი. წესი პირველი. აასო იწერება შუა უჯრაში. შუა უჯრის მარცხენა შუა წერტილიდან და მთავრდება ამავე უჯრის ზედა შუა წერტილთან. წესი ნომერი 2. აასო გახსნილია მარცხენა მხარეს. აასოს წარმოთქმისას პირი ფართოდ არის გახსნილი. სურათზე გამოსახული ფიგურის სახელია ირემი. იმედია ხვდები, რომ ირემი იწყება იასოთი და მასში 2 იასოა. ეს კი იხვია და შენ წარმოიდგინე მის დასაწერადაც 2 იასო ჭირდება თავში და ბოლოში. ახლა გავიცნოთ იასოს ამოცნობის 3 წესი. წესი პირველი. იასო იწყება შუა უჯრის მარცხენა ქვედა წერტილიდან და მთავრდება ამავე უჯრის მარჯვენა ქვედა წერტილთან. წესი ნომერი 2. იასო გახსნილია ქვედა მხარეს. წესი ნომერი 3. იასოს წარმოთქმისას ტუჩები წინ მოდის და ოდნავ იხსნება. მე ახლა ერთი დავალება უნდა მოგცე. ეკრანზე დავწერ ასოს და შენ გამოიცანი მოხაზულობის მიხედვით, რომელი ასო დავწერე. მაშასე დააკვირდი. ფიქრობ, შენც იგივეს ფიქრობ, რასაც მე. რადგან ასოს დაწერა დავიწყე მარცხენა მხრიდან და დავამთავრე ზედა ნაწილში, ამასთანავე ასო მარცხენა მხარეს არის გახსნილი, ეს ასო იქნება ა. ნახე, ამჯერად ას გამოცნობაში მხოლოდ 2 წესი დამეხმარა. ახლა კი მინდა შემოგთავაზო დამოუკიდებელი სამუშაო. წაიკითხე 3-ვე სიტყვა და შემდეგ შეადარე ჩემ წაკითხულს. თუ ჩვენი წაკითხული ერთმანეთს დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამბანულას წესები ნამდვილად განკურნავს შეცდომებისაგან. ვფიქრობ, შენ უკვე წაიკითხე 3-ვე სიტყვა, ახლა კი მომისმინე. აფრა, გორილა, სახლი. ფიქრობ, ამბანულას ნამდვილად შეუძლია შენი შეცდომებისაგან განკურნება. მოდი ჩვენთან მართლაც გავწავლოთ.